დღემშვიდობისა ტელერადიო კომპანია ობიექტივის პირდაპირ ეთერში ვიწყებთ ინტერაქტივს. მე ვარ ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია. ბოლო პერიოდში ხელისუფლება და მისი არხები ჩვენ აქტიურად გვაჯერებენ, რომ ეკონომიკა ვითარდება, ძალიან კარგად ვცხოვრობთ თურმე, მაგრამ ერთ-ერთი დეპუტატი ქართული ოცნებისა ძალიან შორს წავიდა და მან თქვა, რომ მსოფლიოში ვართ მოწინავე ცხოვრების დონის გაუმჯობესების კუთხით ბოლო 13 წელიწადში. ვიდრე ჩვენ ზარების მიღებას დავიწყებდეთ და ასე ვთქვათ, გადავიდოდეთ გადაცემის მთავარ მიმართულებებზე, მინდა ეს ვიდეო გაჩვენოთ და შემდეგ მოგისმენთ თქვენ. სოფლიოში პირველ ადგილზე ვართ კეთილდღეობის გაუმჯობესებით, ასევე ევროპაში ვართ პირველ ადგილას ეკონომიკური ზრდის ტემპით და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში შევდივართ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის კუთხით. სოფლიოში პირველ ადგილზე ვართ კეთილდღეობის გაუმჯობესებით, ასევე ევროპაში ვართ პირველ ადგილას ეკონომიკური ზრდის ტემპით და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში შევდივართ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის კუთხით. დიახ, როგორც ირკვევა, თურმე მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ. ამას პირველად ნამდვილად არ ვისმენთ ჩვენ. სახელმწიფო მედია გამუდმებით ამზადებს სხვადასხვა ტიპის სიუჟეტებს, სადაც აყვავებულ და მდიდარ საქართველოზე გვესაუბრებიან, ხოლო რა არის სინამდვილე, ამაზე პასუხი ჩვენი მაყურებლისთვის და რადიო მსმენელისთვის მიგვინდია. დღეს ჩვენი კითხვები ასეთი იქნება, როგორ ცხოვრობთ თქვენ პირადად, როგორ ცხოვრობს დღეს საქართველო თქვენი შეფასებით და რა გაწუხებთ ყველაზე მეტად. აგრეთვე რას ეტყოდით ხელისუფლებას, რომელიც ისევ დაჟინებით გვარწმუნებს, რომ 13 წლის განმავლობაში კეთილდღეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით მსოფლიოში არ მოგესმათ, პირველ ადგილზე ვართ თურმე. სტუდიის ტელეფონის ნომერია 557 88 45 88 და უკვე პირველი ზარია გადაცემაში. დღემშვიდობისა, გისმენთ? დღემშვიდობისა, ილია შვილო. გამარჯობა. დიახ. მე ისიც მამიდა შვილო. იტრაბახებენ და იწვიან. რატომაც არა თვითონ არიან პირველ ადგილზე? კაი ცხოვრება, კაი ფუნება აქვს და გამძლეები არიან, თავიანთ ხელში საცოდავი ხალხი როგორ გააღარიბეს და გააღატაკეს, იმას აღარ ფიქრობენ, იმიტომ რომ თვითონ ხომ თავარია კარგად არიან. ესე იგი გამძლეები კი არა, გადამძლეები არიან. სად გაიღო გონება და ფუნება აღარ იციან. მე პირამე მახსენდება ილია შვილო. სანამ ტალახაძე აი ეს მოჭიდავია თუ კლაული არის რასკოჩიც იყო, მოვიდოდა მაშინ დეპუტატად და მთავრობა მოიყვანდა, მე მგონი უცნობის გადაცემაში იჯდა და ასეთ რამეს ამბობდა. აი ძალიან კარგად მახსოვს. მეო თუ ისე ახალ პერსპექტივას ვერ ხედავო ამ ჩემს ქვეყანაშიო რომ ვიცხოვრო და ალბათ დავალო უცხეჩო და იმათი სახელით გამოვალო. სპორტსმენი იყო. ეხლა ეს ისმინა ივანიშვილმა და მიიყვანა პარლამენტში. ეხლა მივმართა დალახაძეს. რატომ დალახაძე ხომ კარგად ცხოვრობ? ეხლა ხომ ხედავ პერსპექტივას საქართველოში. ასია მოსახლეობა არ არის არადადებს შვილო. აბა ეხლა მე მეკითხები. პენსიებს ყოფენ და 70-მდე პენსიონერს რას გვაძლევენ, თვითონ რატო არ ცხოვრობენ? იმიტომ რომ თვითონ არ უჭირს და კაკანებენ, მაგრამ მოსახლეობა შეიკითხონ, აბა თუ კარგად ცხოვრობ. იტრაფახონ, მაგრამ იტრაფახონ და ხალხს ამოძით წელში და სანამ გასკდება ეს ბეჭი, აი რა ვიცი, ესეც მალე მოხდება. მადლობა, დიდი მადლობა, გავიგეთ თქვენი სათქმელი. მადლობთ კიდევ ერთხელ 557 88 88. რას ეტყვით ხელისუფლებას, რომელიც დაჟინებით გვარწმუნებს, რომ 13 წლის განმავლობაში ცხოვრების დონის გაუმჯობესებით მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ. თქვენ როგორ ცხოვრობთ? დარეკეთ და მოგვიყევით თქვენი და თქვენი ოჯახის მაგალითზე. როგორ ცხოვრობს თქვენი შეფასებით საქართველო? რა გაწუხებთ ყველაზე მეტად? ყველაზე მეტ უსამართლობას სად და რომელ სფეროში აწყდებით? როდესაც საუბარია რომ სადღაც ევროპაში თუ მსოფლიოში საქართველო პირველ ადგილზეა, მე ნამდვილად შემიძლია დავეთანხმო ხელისუფლებას, ოღონდ სხვა კონტექსტში, რომ ჩვენ პირველ ადგილზე ვართ მაღალი ფასების კუთხით მსოფლიოში,
დეპუტატების მაღალი ხელფასების კუთხით ერთ-ერთი მოწინავეა საქართველო. მაღალი საბანკო პროცენტების თვალსაზრისით ნამდვილად პირველ ადგილზე ვართ საქართველოში. სიღარიბის ზრდით პირველ ადგილზე ვართ და ასე შემდეგ, რომელი ერთი ჩამოვთვალოთ. და უახლესი ინფორმაცია მინდა მოგაწოდოთ, ხელისუფლებას იცით თქვენ რომ დაწყებული აქვს ხალხისთვის სოციალური დახმარებების მოხსნა. კი, ყველანი მომხრევართ, რომ ვისაც არ ეკუთვნის, ახლა რაღაც პროცენტი არის ასეთი და მოუხსნან, მაგრამ რამდენიმე თვეში 130,000-ზე მეტ ადამიანს შეუჩერეს დახმარება და ეს ადამიანები სოციალურ ქსელში წერენ, თავიანთი ოჯახების სურათებს აქვეყნებენ და ამბობენ, რომ შიმშილის პირას ვართ და კიდევ ამას გვიშვებიან. და არგუმენტია ხელისუფლების, რომ იცით ეს ხალხი კარგად ცხოვრობს და იმიტომ მოუხსენით დახმარებაო. ზარია ეთერში, გისმენთ? მოგესალმებით, გამარჯობა. ცხოვრების პროცესში რა მოხდა? საბაბუდია ცხოვრები და ისრო ჩვენ ყველა ადამიანი მარტო ის შრომობს ალო მილიარდები კიდე მილიარდები შეება. ამის ჩვენ არაფერი არ არის. რა ახლა ერთი ხელმისაწვდომი არ არის. სადაც ხელმისაწვდომი არ არისია. მაგრამ ხელმისაწვდომი არ არის. ცხოვრა უნდა იყოს. დიდი მადლობა ქალბატონო, ნაწილობრივ გავიგეთ თქვენი სათქმელი, მაგრამ მთლიანობაში არ ისმის კარგად, ამიტომ ბოდის გიხდით თუ ბოლომდე ვერ დაასრულეთ. ჩვენ აგრეთვე ვკითხულობთ სახელისუფლებო არხების ვებგვერდებზე, რომ კარგი მთავრობის ინდექსით მოწინავე ვართ თურმე მსოფლიოში და ეს ქართული ოცნება კი არ ამბობსო ამასო, საერთაშორისო ორგანიზაციები ამბობენო. და კარგად თუ შეისწავლი ეს საერთაშორისო ორგანიზაციები ვინ არიან? მივდივართ ისევ უცხოური სახელწოდებით შექმნილ ყალბ ორგანიზაციებამდე, რომელიც სწორედ ხელისუფლების მიერ არის შექმნილი. 16,000 ლარამდე თუ ხელფასი აქვთ მაღალი თანამდებობის პირებს, ჩინოვნიკებს. თუ ეკონომიკა იზრდება, მხოლოდ ჩინოვნიკისთვის რატომ იზრდება ეკონომიკა და პენსიონერისთვის პენსია რატომ არ იზრდება, მაგალითად. ან სოციალურად დაუცველისთვის შემწეობა. ზარია ეთერში, გისმენთ? გამარჯობა. მოგესალმებით, გამარჯობა. ახლა მე მინდა მოსახლეობას მიმართო. დიახ. თქვენ ადამიანებო 30 წელია ტყუილში ცხოვრობთ. იცით ეხლა სიძახის ყობახიძე რომ ეკონომიკა დუხსო. კი. ხომ იცით რომ არ დუხს. ხომ იცით რომ წყლირზე გაცხოვრებენ. აღარ მოვიდა ის გაბრაზზე და ერთხმად გარეთ გამოვიდეთ და დავამთავროთ ეს ხელისუფლება მთლიანად კაცო. ამოვიდა წელში ესენი, ამოვიდა ამ წყვილების წელში, გააცინეთ თვალი რომ მოვიდა. მაგრამ სახში რომ შემოგიცვლიდებიან და წიხლებით გამოყრიან გარეთ, ას თქვენი ადგილი არ არისო, აი მერე გვიანი იქნება. დიდი მადლობა. მადლობთ ზარისთვის. როგორც ბატონი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, ესე იგი სოფლიოში ახლა უკვე გიორგი ჩიკვაიძის ვიდეო გაჩვენეთ და კიდევ შემოგთავაზებთ, ვინც მომავალში შემოგვიერთდება მათთვის, პირველ ადგილზე ვართ სოფლიოში ცხოვრების დონის გაუმჯობესებითო. ამას რომ ამბობენ. ესე იგი გამოდის, რომ ქართულმა ოცნებამ ასე შეერათ მათ, კარგად იმუშავა ძალიან. ყველა დაპირება, ყველა გეგმა, რაც შეჰპირდნენ ხალხს შეუსრულებიათ და მაქსიმუმი გაუკეთებიათ, ესე იგი. თუ ყველაფერი შეასრულეთ, სოფლიოში პირველ ადგილამდე მიიყვანეთ საქართველოს სიმდიდრით. ესე იგი უკვე თქვენი თავი ამოწურეთ, ყველაფერი გაკეთებულია, ყველაფერი კარგად არის და მე გირჩევთ, რომ დატოვოთ ეს ხელისუფლება იქნებ დაემშვიდობოთ უკვე ღირსეულად 14 წლის თავზე ხალხს და აი ამ აყვავებული საქართველოს ჩვენ დაგვიტოვეთ და ჩვენ მივხედავთ. იქნება და სხვამ კიდევ რაღაც ახალი სიახლეები დანერგოს და შეუძლია ამის გაკეთება. თქვენ ხომ მაქსიმუმი გააკეთეთ თქვენი ლოგიკით. ხო და ახლა მიბრძანდით. გთხოვთ, მიბრძანდით. ზარია ეთერში, გისმენთ? ალო, გამარჯობა. მოგესალმებით, გისმენთ, დიახ. აი, მამხანას, ბატონ შევიწოდე, მამხანას როგორია ახლა თორმაჩვენის თავში. დიახ. ეხო მაგისტრალებს ამაკეთებს. ვინ საქართველოს პირველ ადგილზე არის სოფლიოში ეკონომიკით. მოჩვენებებია.
ეს სამხანაგები არიან სამკურნალოები, საგიგეთში არიან დასაყვანი, ჩვენ ბატონო. ვერახებიან ხალხი გაჭირებული ნავთის ურნებში ეძებს სადაც. ან დიპლომატები არ შედავენ ამას არაც ჩვენი ახლა. თავრობა თუ ვინ არის არალეგიტიმური, საიდან მოვიდნენ? მარქსიდან არიან, მაგრამ ბედნიერი პაპები არა პენსიონერები. ეგენი საიდან მოვიდნენ? უსამშობლოები ეგენი არიან ჩვენ ბატონო. ხალხს ეძახიან მართალ ხალხს უსამშობლოებს. თვითონ არიან, მაგრამ სამშობლო არა. ეგენი არიან, რა ვიცი, როგორც არ მე მგონი სამკურნალოები არიან, თოთხმეტ წლის იმაში დიდი ქონების პატრონები გაგდნენ და გაგიგდნენ, უკვე გაგიგდნენ. მოჩვენებებია, ხილებია. აი ჩვენი წარმოდგენა ეგ არის. ხილებია, წყვილებს ლაპარაკობენ. გავიგეთ თქვენი სათქმელი, მადლობა. თქვენი განცხადების პარალელურად მეც დავამატებ, რომ ობიექტივის შენობასთან ახლოს არჩილ-საგარელის ქუჩაზე სანაგვე ბუნკერებია ჩამწკრივებული, სადაც რამდენჯერაც არ უნდა გაიაროთ ღისით თუ ღამით. ძალიან ხშირად პირადად მე ჩემი თვალით ხედავ სანაგვეში ადამიანები როგორ ეძებენ რაღაცა იქნებ იპოვონ. მე ვხედავ და იმდენად მეუხერხულება, იმდენად მრცხვენია, რომ სურათსაც არ ვიღებ. თუმცა ალბათ უნდა გადავიღოთ და ვაჩვენოთ მთელ საქართველოს ზურგიდან მაინც სახე დავფაროთ და ასე. იმდენად მეუხერხულება ხოლმე ამის ნახვა. როგორ ცხოვრობენ დღეს საქართველოში პენსიონერები? 370 ლარით. ნუ ვთქვათ საშუალოდ 400 ლარი, იმიტომ რომ ზოგიერთს მეტი აქვს. საშუალო 400 ლარის პენსიით. როგორ ცხოვრობენ დღეს ბავშვები, როდესაც 400.000-ზე მეტი ბავშვი სოციალურად დაუცველთა სიაშია, ეს მინდა შეგახსენოთ და შევახსენო ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც აყვავებულ საქართველოზე გვესაუბრებიან და როგორ ცხოვრობენ სტუდენტები. მე ხშირად მithქვამს და ახლაც გავიმეორებ, დიდ ნაწილს სტუდენტებისა გემრიელად ყვება ენატრება და დასაქმებული ახალგაზრდები შესვენებაზე ერთჯერად უხარისხო აი ამ სუპებს მიირთმევენ. ამ გარემოში ღირსეული ხელფასები არის, ღირსეული პენსიები, რომ ჩვენ ასე თამამად ვისაუბროთ, ასეთი დამაჯერებელი სახით, რომ სოფლიოში ვართ პირველ ადგილზეო, ცხოვრების დონის გაუმჯობესებით, გესმით? და ევროპაში ვართ აგრეთვე პირველ ადგილზეო, გეტყვით ახლა, ეკონომიკური ზრდის ტემპით ევროპაში პირველ ადგილზე ვართ. მსოფლიო წამყვან ქვეყნებში ვართ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდითო. და ცხოვრების დონის გაუმჯობესებითაცო ეს ახლახანს მოვისმინეთ ვიდეო და ზარე მივიღოთ, შემდეგ ხელახლა გავუშვათ ეს ვიდეო. გამარჯობა. დიახ, გისმენთ. მაპატიელია. მოგესალმებით ბატონო, დაიწყეთ გთხოვთ. იცი რა უნდა. დიახ. მე მაქვს პრეტენზია. გუბლეშვილის ეთერი, very პოპულარული. აი, ძენი გადაცემა. რატომ არა ფართოებს მაგას? რა არის? 50 წუთია, ხო? 50 წუთი 2 მილიონი ადამიანი ახლადარი. დიახ. კიდევ რამეს ხომ არ იტყვით, გავიგეთ ეს კიდევ ვიტყვი რომ სოფლიოში არ არის ისეთი გადაცემა და ისეთი სტუდია ტელევიზია, მუშაკა კლასიზი როგორც ჩვენ. დიახ. მეტი არაფერი არ. დიდი მადლობა ჩემო ბატონო. გეთანხმებით რომ ჩვენ ბევრი მაყურებელი საყვედურობს ხოლმე რომ აი ვერ ვასწრებთ და არეკვას რთულია ეთერში გამოსვლა და დავფიქრდებით იმაზე რომ ინტერაქტივი შეიძლება 1 საათზე მეტი ხნის განმავლობაშიც გაგრძელდეს. ამაზე ვიფიქრებთ, ახლა ზუსტი პასუხი არ მაქვს. ნახოთ ქართული ოცნების ერთ-ერთი დეპუტატის მორიგი განცხადება თემაზე რომ თურმე მდიდარ ქვეყანაში ვცხოვრობთ. სოფლიოში პირველ ადგილზე ვართ კეთილდღეობის გაუმჯობესებით, ასევე ევროპაში ვართ პირველ ადგილას ეკონომიკური ზრდის ტემპით და სოფლიოს წამყვან ქვეყნებში შევდივართ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის კუთხით. სოფლიოში პირველ ადგილზე ვართ კეთილდღეობის გაუმჯობესებით, ასევე ევროპაში ვართ პირველ ადგილას ეკონომიკური ზრდის ტემპით და სოფლიოს წამყვან ქვეყნებში შევდივართ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის კუთხით. ეს ბატონი შემდეგ საუბარს აგრძელებს და ლაპარაკობს რომ ესე იგი ყველა ვინც გვაკრიტიკებსო, ესე იგი ამ კეთილდღეობას ებრძვის სინამდვილეშიო და იქ ერთ-ერთ თემასაც შეეხება, რომელსაც სუსმა დაიწყო გამოძიება. ესე იგი კრიტიკა თურმე ასე ვფიქრობ რომ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებსაც გულისხმობს ის ყოფილა ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედება. ინტერაქტივის შეკითხვა დღეს ასეთია, რას ეტყვით ხელისუფლებას, რომელიც დაჟინებით კვლავ გვარწმუნებს რომ 13 წლის განმავლობაში კეთილდღეობის გაუმჯობესებით მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ.
როგორ ცხოვრობთ თქვენ, როგორ ცხოვრობს თქვენი შეფასებით საქართველო და რა გაწუხებთ ყველაზე მეტად? ეს ჩვენი თემებია დღევანდელ ინტერაქტივში. მე მინდა კომენტარებიც გაგაცნოთ, მაგრამ ზარია, გამარჯობა, დაიწყეთ გთხოვთ. გამარჯობა. დიახ. ტელევიზორს გამოურთეთ ხმა, გთხოვთ? იმიტომ რომ ხარვეზი იქნება. კარგით, უნდა დაგემშვიდობოთ. წუხარ არ გესმით ჩემი ხმა, იმიტომ რომ ტელევიზორში გავიგე. კეთილი, მაშინ გისმენთ. დაიწყეთ ბატონო, ეთერში ხართ. მაცხარმა მუცელმა შეერი მუცლის ზარდი არიცისო. დიახ. დაასრულეთ? ისინი პენსიონერებს ისე აი ხორციან ძვიან ხორცს რო შეჭამენ, ძვალი რო დარჩება, დახს რო გადაუდებენ, ისევა პენსიონერები ეგრე ვარ. დიახ. მაგათმა ყველაფერი ყველა წყვილია საერთოდ. ყობახიფენ პარლამენტი აქცია თაღლითების მუდეთ. გავიგეთ თქვენი სათქმელი, მადლობა ზარისთვის. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით ინტერნეტში წერილები მოგვდის და მინდა მე ეს გაგაცნოთ თქვენ და კომენტარები მათ შორის. ზრდა არის თქვენთვის, მთავრობისთვის, ხალხისთვის არაფერია. ქალბატონი ციური წერს, ქალბატონი ლამარა წერს, რა გვეტყობა ეკონომიკური წინსვლისო. ერთ-ერთი ბატონი ამბობს, რომ ევროპაში ვერ ვიქნებით პირველ ადგილზე, რადგან საქართველო ევროპაა და ნუ ვედრებითო, ნუ ასეთი კომენტარია. დაგვცინიანო წერს ქალბატონი ლინა. თქვენ კი იქნებით პირველ ადგილზე კეთილდღეობის გაუმჯობესებით, გეტყობათ ყველას, ხალხზე იფიქრეთ, ხალხზე და რა ვქნათ ჩვენ, ამბობს ქალბატონი ჯამილა. ზარია ეთერში კვლავ, გამარჯობა, დაიწყეთ. გამარჯობა ბატონო ილია. გამარჯობა, მოგესალმებით. როგორ გძანდებით? დიდი მადლობა. არა მიშავს, თქვენ როგორ გიგითხოთ? მადლობა, თქვენ გარგადიყარი. ილია ერთი რაღაცა მინდა გითხრა. დიახ. აი შენ ყოველთვის ამბობს სიმართლეს. და ჩვენთან სამეგრელოში ამბობენ, როცა სიმართლეს ამბობო, ის შეკადმური წელი უნდა გავდეს, რომ გაიქცეო. შენ სულ სიმართლეს რომ ამბობ, არ გესმია წელი გავდიგო. დიდი მადლობა. რამეს ხომ არ დაამატებთ ჩვენს დღევანდელ? არა, რა დავამატო? 25 წელს დაგიმატებენო პენსიასო. ახალი წლის მერე მეუბნებიან და 20 ლარს, ხო, ნუ ისევ იგივენაირი ზრდა იქნება. ალბათ უფრო ხანდაზმული პენსიონერებისთვის ცოტა მეტი 65 წლამდე ასაკისთვის ისევ 20 ლარი. გაიხარე, მადლობა ილია. დიდი მადლობა, დიდი პატივისცემა ჩემგან მიიღეთ. კომენტარებს რაც შეეხება ეს ხალხი სიზმარს ყვება თუ რა ხდება, ვაი ამათ პატრონსო წერს ეთერი. ჩვენზეა ლაპარაკი? გაოცებით კითხულობს ქალბატონი მანანა. ანუ საქართველოაო ასეთი აყვავებული და გამდიდრებული, ჩვენ რო ვერ ვხედავთო? იმ ხელა ხელფასები აქვთ, რასაც გინდა იმ ტყუილს ათქმევინებენ ერთმანეთს. ასე არ შეიძლება ხალხო ხდებოდეს. წერს ქეთი. ეს რომელ ქვეყანაზეა საუბარი, ბატონი რაული წერს. არჩილი წერს, საერთოდ ასეთი განცხადებები ადეკვატურობას არის გაცდენილი. თუ მართალია, რასაც ამბობენ და ჩვენი მაცივრები ამ ყველაფრის პარალელურად ცარიელია, ესე იგი გამოდის, რომ ქვეყანაში კორუფციაა და ჩვენს გაზრდილ ეკონომიკას ეს ხალხი იპარავსო. მეორე ვერსია მაქვს, თუ ესე იგი არ გვაქვს ეკონომიკური ზრდა, ნიშნავს, რომ იტყუებიან და დაგვცინიანო. იუმორინას ახალი სერიაა, წერს ქალბატონი თინა. ბატონი აკაკი ამბობს, რომ ამ ახალი მეზღაპრის დასაცინი ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი ნამდვილად არ არის. ნუ თუ ასე ასრულდა ოცნება და ეს ჯერა ვინმესო. ზარია გადაცემაში, გისმენთ. ალო. მოგესალმებით, ეთერში ხართ. მე მგონი საქართველო ერთ-ერთი ქვეყანა. დიახ. საჯარო მოხდა თვითონ ინიშნავს თავის ხელფას. დიახ. როგორც ლათია თურნავა 38,000 ლარია ხელფასი. კი ბატონო. დღეში 1200 ლარი.
კი, ასე გამოდის. დიდი მადლობა ზარისთვის. Როგორ ცხოვრობთ თქვენ, როგორ ცხოვრობს დღეს საქართველო, რა გაწუხებთ ყველაზე მეტად და რას ეტყვით ხელისუფლებას? ეს დღეს ჩვენი კითხვებია ინტერაქტივში. 16,000 ლარიანი ხელფასის პირობებში, რა თქმა უნდა, დეპუტატებიც და მაღალი თანამდებობის პირებიც აყვავებულ საქართველოზე ისაუბრებენ, იმიტომ რომ თვითონ თავს კარგად გრძნობენ, მაგრამ აბა სოციალურად დაუცველს და ბავშვს და პენსიონერს კითხონ. იმ სოციალურ დაუცველს, რომელსაც დახმარება მოუხსნეს და 130,000 გადაცდა ეს რიცხვი, ვისაც მოუხსნეს უკვე. ზარია, გამარჯობა. ილია, გამარჯობა. მოგესალმებით, ქალბატონო. ისეთ რა, ილია, როგორც იყო ჩემთან ტელევიზორი არ არის სიგნალი, არ არის იწერება ასე და ვერაფერს ვერ გებულობ. თბილისიდან რეკავთ ხომ ასეა? ხომ თბილისიდან რეკავთ ხომ? დიახ, მეორე. კი. მეორე კვარტალიდან. დღეს დაიწყო 3 საათზე ირმა დავითის გადაცემა რო იყო, იქიდან თიშავენ, არ არის სიგნალი იწერება სულ და ვერაფერი ვერ გამიგებ. სახლის ანტენით გვიყურებთ, სახლის ანტენით ხომ? კი ბატონო. სახში ვარ, დიახ. კეთილი, გავიგეთ, სახლის ანტენით ქალბატონი აცხადებს, რომ ხარვეზები აქვს მიღებას. თუ ეს ჩვენი მიზეზით ხდება, დავაზუსტებთ, ტექნიკური ჯგუფი ისმენს ახლა ამ გადაცემას და შეისწავლიან. არ ვიცი რა გიპასუხოთ. 557-88-55-88 ეს გახლავთ ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. ვართ თუ არა პირველი ეკონომიკური განვითარებითა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებით ბოლო 13 წლის განმავლობაში მსოფლიოში და თუ პირველი ვართ, ჩემი აზრით, მაღალი ფასებით, გადასახადებით, საბანკო პროცენტებით, დეპუტატების მაღალი ხელფასით, სიღარიბის ზრდით და პენსიების ყველაზე დაბალი ტემპით მომატებით არის პირველი საქართველო. ამაში პირველი ვართ, ნამდვილად მინდა დავადასტურო. მე მინდა კვლავ გაგაცნოთ ჩვენს თემასთან დაკავშირებით ის კომენტარები, რომელიც ინტერნეტში იწერება. 20 ლარის მომატებით, რომელ ადგილზე ხართ თქვენ არასწორებო, წერს ბატონი თემური და მიმართავს ხელისუფლებას. ზარია, გამარჯობა. მოგესალმებით, ეთერში ხართ. გამარჯობა. მოგესალმებით, დაიწყეთ, დიახ. დაგვისახელონ ერთი ქვეყანა, სადაც პარლამენტს 50-ჯერ მეტი ანაზღაურება აქვს, ვიდრე მინიმალური პენსიაა. დიახ. კი ბატონო. კეთილი. მადლობა დიდი ზარისთვის. ერთ-ერთ დეპუტატს მიმართავს ქალბატონი ნაზი. ჩემო კარგო, ორჯერ თქვენი წლოვანების სტაჟი მაქვს, მაგრამ ჩემი პენსია 370 ლარია, თქვენი ხელფასი კი არ ვიცი რით დაიმსახურეთ, რომ 1250 ლარი გაქვთო, მე მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ხალხის ჯანმრთელობას ვემსახურებოდი, მაგრამ რა მივიღე, სირცხვილია, ახალგაზრდა ბიჭი ხართ და ასეთ ტყუილებს რომ ამბობთო. მიმართავს ქალბატონი ნაზი, სწორედ იმ ვიდეოს ავტორს, რომელიც გაჩვენეთ. და რომელიც ამბობს, რომ ცხოვრების დონის გაუმჯობესებით თურმე მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ. ეს ძალიან ესეთი მძიმე განცხადება იყო, რომელიც მე თქვენ მოგასმენინეთ. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ, ახლა ხაზი თავისუფალია, შეგიძლიათ თქვენი სათქმელით შემოხვიდეთ, რას ეტყვით ხელისუფლებას და თქვენ როგორ ცხოვრობთ, ესეც იქნებ დავანახოთ და გავაცნოთ და მივანიშნოთ ხელისუფლებას, რა არის სინამდვილე და რა არის, ვთქვათ, სიცრუე, რომელსაც ცდილობენ რომ თავს მოგვახვიონ. ამათზე იტყვიან, აბა, ხო ეს ცენზურა დავიცვათ უნდა. პირველ ადგილზე ვართ ნარკომანიით, აზარტული თამაშებითაც კი აყვავებულია და ეწირება მომავალი თაობა ამ უბედურებას. ჩართულია არასრულწლოვანთა დიდი ნაწილი ამ ყველაფერში. აგრეთვე ხელმისაწვდომია ახალგაზრდებისთვის იარაღი, იღუპებიან ბავშვები. ამას მიხედეთ დროზე, თორემ ძალიან ბევრი გადაგიდგათ ამის გამო. ეუბნება ქართულ ოცნებას. მერე გვიან იქნება მიმართავს ქალბატონი ზაირა ქართულ ოცნებას. პენსიების რაოდენობით რომელ ადგილზე ვართ, იქნებ ამაზეც გვიპასუხოთ, წერს ერთ-ერთი მომხმარებელი მაია.
ზარია, გამარჯობა. გამარჯობა. ეთერში ხართ, დაიწყეთ. ეს პიროვნება რომ გამოვიდა და ამბობდა რომ პირველ ადგილზე მართო. პირველად არის შვილია. თვითონ არიან პირველ ადგილზე იძებდებიან ჩვენ ხარჯზე. და ეს საერთოდ პენსიონერები კი არა, მთელი საქართველოს გაჭირებაშია ახალგაზრდების კეისო. არც პენსია აქვს და არც სამსახური აქვს. და სიცხვილე მაგარი. დიახ. მადლობა. მადლობა ზარისთვის 557 88 55 88. თქვენ გვისმენთ რადიო 105-სა და 1-ზე, ტელევიზიით კი გვიყურებთ მთელ საქართველოში, თუმცა იცით რომ გარკვეული შეზღუდვა დაგვიწეს ეს რეგიონებში სახლის ანტენით მაუწყებლობასთან დაკავშირებით, თუმცა საკაბელოებით როგორც არის სილქნეტი, მაგთი, თავისუფლად შეგიძლიათ ადევნოთ ჩვენს გადაცემებს თვალი. ამას უყურეთ თქვენ, ნეტა, ჩვენ ვართ საქართველოში თუ ესენიო? ასეთი კომენტარია. როგორ მებრალებით თავს იტყუებთ და ჩვენც გვატყუებთო? ერთ-ერთი მომხმარებელი Facebook-ის გვწერს, რომ მაცივარმა დარეკა, ეგეთი არაფერი არ შემხებია მეო. ირონიით ამბობს. ქალბატონი პარასკევა წერს, კი, მაგრამ ასე გაგრძელება შეიძლება? ლევანი წერს დღევანდელ ჩვენს თემასთან დაკავშირებით, რაში გამოიხატება კეთილდღეობა? იქნებ ჩვენ ვერ ხვდებით ხალხისთვის ყველაფერი უარესდება სინამდვილეში, მედიკამენტები, საავადმყოფოები, ბანკები, საწვავი პროდუქტი, რაც ადამიანს სჭირდება, ვერაფერს ვერ ღებულობს საქართველოში სრულფასოვნად. რას ბოდავენ და რა სრული სერიოზულობით ლაპარაკობენ ამ ტყუილზე, ამბობს ლევანი. შეგახსენებთ ჩვენი ინტერაქტივის დღევანდელ კითხვას, რას ეტყვით ხელისუფლებას, რომელიც დაჟინებით გვარწმუნებს, რომ 13 წლის განმავლობაში კეთილდღეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით მსოფლიოში საქართველო პირველ ადგილზეა. რას ეტყვით აგრეთვე სახელისუფლებო მედიას, პრემიერ-მინისტრს, რომლებიც ამბობენ, რომ ეკონომიკის ზრდის ტემპით ევროპაში მოწინავე ვართ და მსოფლიო წამყვან ქვეყნებს შორის მოვხვდით მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის თვალსაზრისით. აგრეთვე ისინი აქვეყნებენ სხვადასხვა ინდექსებს და ერთ-ერთი ასეთი ინდექსია კარგი მთავრობის ინდექსი. და აქაც მოწინავეა საქართველო, დარწმუნებული ვარ, არ გაგიკვირდებათ. 557 88 55 88 შეგიძლიათ დარეკოთ და გაგვიზიაროთ თქვენი სათქმელი. კიდევ ერთი კომენტარი მინდა გაგაცნოთ, მაგრამ მანამდე ზარი მივიღოთ ეთერში. გამარჯობა, გისმენთ. მოგესალმებით, გისმენთ. ეთერში ხართ, დაიწყეთ, გისმენთ. დიახ. ეხლა მოსმენებით ეს ამხანაგი რომელიც ვესაუბრება საქართველოს პარტნიორებზე რომ ვესაუბრება ფსიქიატრიულ სამსახურს გაითიშა. ძალიან მწუხარ, ჩვენი მიზეზით არ მომხდარა. მიშა წერს, შეგიძლიათ განგვიმარტოთ რა კრიტერიუმებით ზომავთ. მე ვერ ხვდები და იქნებ თქვენ გამაგებინოთ, როგორ ვართ პირველ ადგილზეო. თქვენს პირ შაქარი, მაგრამ ეს სიმართლე არ არის, ბებო. მიმართავს ქალბატონი ელენე ამ განცხადების ავტორს. ზარია, გამარჯობა. გამარჯობა. დიახ, ეთერში. მესმის თქვენი ხმა, დაიწყეთ. ია. დიახ. მომისინა რაღაცა გეტყვესა დაიმასწორე. 1993 წლის 30 სექტემბერს. დიახ. 5 ნახევარზე მივედი ენგურის ხიდთან. დიახ. გადავედი და იგი გავიშევა რაკეტა არა და მაშინ დაიწყო. იარაღი ჯერის მისება. ისანი რო წამოდიდა თავისებურიაო. ხიდზე. ენგურის პოსტიდან დაიწყო ვიგადა დაიჭირა. გაგადა ოდიშის გენერალმა. კეთილი, ჩვენს თემაზე რა სიტყვით? გავიგე, მაგრამ ცუდად. კი, თქვენ თემაზე გიხსენებთ კარგია. ყველა უნდა მოხორდა თუ დავიშალა რა. შენაგარ სხვა რა გიხსნა დაიფალისიო მაგრამ შევიგელი წრიშას. მადლობთ ჩემო კარგო, დიდი მადლობა რომ დაგვიკავშირდით ეთერში. მაგ სიმართლით იარეთ თქვენ და თქვენნაირებმა ამბობს ერთ-ერთი ავტორი სოციალური ქსელიდან, რომელიც გვიყურებს და გვწერს. ეს ბატონი ვინ არის? აქაურია საერთოდ, ამბობს
იმ ხმაურიანი განცხადების ავტორზე, ქალბატონი ქეთინო. რომელ კეთილდღეობაზე საუბრობთ? ყოფილი პრეზიდენტი ციხეში გიზით, სხვისი ინტერესის გამო. ხო, ნუ აქ ბოლომდე ვერ გეთანხმებით, მაგრამ რა გაეწყობა? რამდენს გიხდიან, რომ ეს ყველაფერი ილაპარაკოთ, მიშა წერს? რა ვიცი, ხალხი ამას ვერ მგრძნობთ, საარსებო მინიმუმი არ არის განსაზღვრული. რატომ იტყუებით? დავითი გვიგზავნის ასეთ კომენტარს. ზარია, გამარჯობა. დაიწყეთ საუბარი, ეთერში ხართ. კარგით, ნუ სამწუხაროდ არ არის კავშირი, შეგახსენებთ სტუდიის ტელეფონის ნომერს 557 88 55 88 ძალიან ბევრი საინტერესო კომენტარი მოდის და მე მინდა ესეც მოვასწრო და თქვენ ზარებსაც პარალელურად მივიღებ, მაგრამ ზარებს არ დავაყოვნებ. მინდა ეს შეგპირდეთ პრიორიტეტი ზარებია ჩვენთვის. ხო, მე თან ვცდილობ, რომ რაღაცნაირად ცენზურა დავიცვათ, იმიტომ რომ აქ ბევრი ესეთი კომენტარია, რომელიც საკითხვაც არ შეიძლება უბრალოდ და ვთხოვ ყველას, რომ ნუ დაწერთ ასეთ კომენტარებს, იმიტომ რომ ეს ჯერ ერთი კანონით ისჯება, მეორეს ერთი არც არის სასიამოვნო ამის საკითხვა. ზარია, გამარჯობა. ობიექტივია, თქვენ ეთერში ხართ. ტელევიზორს ხმა გამოურთეთ, გთხოვთ და დაიწყეთ საუბარი. ალო. ეთერში ხართ, გისმენთ? გამარჯობა, ბატონო ილია. გამარჯობა. ბატონო ილია. დიახ. თუ შეიძლება ერთი თვით დავაგიარებ რა. ერთი თვით. დაიწყეთ საუბარი, გისმენთ ყურადღებით. დიახ, შეკრიბა 20 ბატონმა ოთხივე თავისი ხალხი აქ იყო მდინარე ომასზე აპუაშკელი და ღარიბაშვილი და უთხრა რომ ცოტა ხანი მომისმინეთო და საქმეები გაგაცდოთო გაგცდო საქმეები და ლაპარაკობდნენ ვერ დაამთავრეს და მე უთხრა რომ ქალბატონო, უნდა მაპატიოთ. მე ფიზიკურად ვერ ვგებულობ შინაარს თქვენი საუბრისას. არ ისმის კარგად საუბარი, ამიტომ ბოდის გიხდით. ალბათ ვერც მაყურებელი და რადიომსმენელი გებულობს, ამიტომ გემშვიდობებით დიდი პატივისცემით. სხვა გზა არ გვაქვს უბრალოდ. ფიზიკურად არ ისმის. არ წვენიათ? ეს ხალხი სიზმარშია? დაგვრცინიან? ნუ, აი ასეთი წერილები მოგვდის სწორედ იმ ყველაფერზე, რასაც ხელისუფლება ამბობს, რომ სოფლიოში პირველ ადგილზე ვართ თურმე ცხოვრების დონის გაუმჯობესებით და ამიტომ 130,000 სოციალურად დაუცველს უკვე მოუხსნეს დახმარება და კიდევ უფრო მეც მოუხსნიან, ეს ჩაფიქრებული აქვთ. ზარია, გისმენთ? ჩიკვაიძისნაირებთან არც შევიდეს იმდენი, რამდენი ჩვენთან შემოდის და მე გაიგებ, როგორია პირველ ადგილზე ყოფნა. თვითონ აქვს ყველაფერი და ჩვენ რა. კეთილი. დიდი მადლობა ზარისთვის. ნუ მე აქ ვერ ვხედავ პრობლემას მხოლოდ ერთ დეპუტატში, რომელიც ამ განცხადებას აკეთებს. მე დიდი მაყურებელი არ ვარ სახელისუფლებო არხების სიმართლე გითხრათ, მაგრამ როდესაც ინტერნეტში მხვდება ხოლმე მათი სიუჟეტები და მათი სტატიები, იქ აყვავებულ საქართველოზე საუბრობენ და ბატონ ჩიკვაიძეს ახალი არაფერი უთქვამს. პრინციპში ამას ისინი სულ იმეორებენ, თავად პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი, კობახიძე უკაცრავად და სხვა მინისტრები თუ ჩინოვნიკები, მაგრამ ერთი რამ არის საოცარი. ამ სოციალურ ქსელებში ქართული ოცნების მომხრეებიც ხომ არიან. მაგრამ ერთი ადამიანი ვერ მოიძებნება ხოლმე, ვინც დაეთანხმება, უბრალო ხალხს გულისხმობ, ვინც დაეთანხმება სახელისუფლებო არხს და მთავრობას, რომ აყვავებული და მდიდრები ვართ. თვითონ ქართული ოცნების მომხრეებიც ხომ ხედავენ თავიანთ ცხოვრებას არა? და ამიტომ ვერ ეთანხმებიან და მხარს ვერ უჭერენ ამ საკითხში. ზარია, გამარჯობა. დიახ, გისმენთ? ტელევიზორს ხმა გამოურთეთ და ხელახლა და ტელევიზორს ხმა გამოურთეთ და ჩემი ხმა.
გავთიშოთ ეს არის ხარვეზები იქნება მოგმართავთ ტელევიზიიდან ქალბატონო ხელახლა დაგვირეკეთ ოღონდ აბსოლუტურად ბოლომდე უნდა გამოურთოთ ტელევიზორს ხმა სხვა შემთხვევაში ხარვეზები იქნება ვერც თქვენ გაიგონებთ ჩემს საუბარს და ვერც მე თქვენსას ძალიან მარტივია 557 88 55 ეს გახლავთ ინტერაქტივის პირდაპირ ეთერის ანუ ტელეფონის ნომერი სადაც შეგიძლიათ დარეკოთ და გვიპასუხოთ პირადად თქვენ ვინც ახლა გვიყურებთ და გვისმენთ როგორ ცხოვრობთ და თქვენი შეფასებით როგორ ცხოვრობს დღეს მთელი საქართველო რას ეტყვით აგრეთვე ხელისუფლებას რომელიც დაჟინებით გვარწმუნებს რომ კეთილდღეობის გაუმჯობესებით მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ ზარია გისმენთ ალო გამარჯობა თქვენ ეთერში ხართ გისმენთ გესვით ჩემი ხმა შვილო დიახ ქალბატონო ისმის თქვენი ხმა დაიწყეთ მე ვარ თქვენი აქტიური მაყურებელი დიდი მადლობა ქუთაისიდან ვეღო გენაცვალე დიახ გვიყურებთ ქუთაისში ახლა 93 წლის ხალი ილია მიყვარხარ შვილო ძალიან დიდი მადლობა უყურებ მე თქვენ გადაცემას დიდი მადლობა ილია კორსი და გეხოვი მიყვარხარ ძალიან დიდი პატივისცემა გვიყურებთ და გიეკა 93 წლის გავიგე ქალბატონო გესმით ჩემი ხმა ერთი წუთით კითხვა მაქვს არ გათიშოთ გესმით ჩემი ხმა ახლა გვიყურებთ ქუთაისში ტელევიზორში გვიყურებთ ახლა კი ტელევიზორთან ვდივარ და გიყურებ შვილო გიყურებ კეთილი დიდი მადლობა თქვენ დიდი პატივისცემა ჩემგან მიიღეთ ქალბატონო ქუთაისშიც და მთელ საქართველოშიც ჩვენი არხის ყურება შესაძლებელია საკაბელოების მეშვეობით და ეს მინდა ერთმანეთს გავაგებინოთ და გადავცეთ, იმიტომ რომ უამრავი წერილი მოდის ინტერნეტით, უამრავი ადამიანი ფიზიკურად მოდის ობიექტივის ტელევიზიაში და გვეკითხება რეგიონებიდანაც კი ჩამოდიან სპეციალურად ამისთვის, რომ აი როგორ მოვიქცეთ, რა ვქნათ, რეკავს ხალხი და ასე შემდეგ. გთხოვთ ყველას გადაეცით რეგიონებში სახლის ანტენით, რადგან არ ვართ, საკაბელო არხებზე სილქნეტი, მაგთი ხელმისაწვდომია ჩვენი ეთერი. ვისაც ხელი მიგიწვდებათ ინტერნეტთან და სარგებლობთ სოციალური ქსელებით YouTube-ზე ყველა ჩვენი გადაცემის ჩანაწერია ხოლმე განთავსებული, გამოიწერეთ YouTube-ზე ჩვენი გვერდი, Facebook-ში ჩვენი გვერდი, სხვა ყველა ქსელში ვართ აგრეთვე ინტერნეტში და ქართულად უბრალოდ ობიექტივი აკრიფეთ და გვიპოვით თავისუფლად. ახლა ხაზი თავისუფალია, მე გადავინაცვლებ კვლავ ჩვენს თემასთან დაკავშირებით გამოგზავნილი კომენტარების წაკითხვას დავიწყებ, მაგრამ აი კვლავ ზარია. გამარჯობა გისმენთ. მოგესალმებით, ეთერში ხართ. სამწუხაროდ უნდა გაგითიშოთ, იმიტომ რომ ტელევიზორის ხმა გაქვთ აწეული და ასე ვერ მყარდება კავშირი. ტელევიზორის ხმას ბოლომდე თუ არ გამოურთავთ, უბრალოდ ვერ გავიგონებთ ერთმანეთის საუბარს. იმას რატომ არ ყვება ეს ბატონი, რომ კარგი მთავრობის ინდექსით პირველ ადგილზე ვართ, გვწერს თათა. ქალბატონი მარინა გვწერს. კი ბატონო, თქვენი ჯიბეების გაუმჯობესებით მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართო. სოსო წერს. კოც ჩინოვნიკებზე თუა ლაპარაკი, კი ბატონო, ვეთანხმებით, პირველ ადგილზე ვართ ამ შემთხვევაში ცხოვრების დონის გაუმჯობესებითო. ზარია, კვლავ გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობა. დიახ, დაიწყეთ. მომისმინე გენაცვალე. ახალგაზრდა კაცი. კი ბატონო, ახალგაზრდა ვარ. მაგრამ არც ისე ახალგაზრდა. მომისმინე გენაცვალე. რას გეტყვი? ნუდა მგონები ნაციონალების ტელევიზია. დღეში არაშენებულა ქვეყანა და არც აშენდება კიდე. ნელ-ნელა ყველაფერი კარგად იქნება. მომისმინე გენაცვალე, ასია ცხოვრება, ნელ-ნელა ყველაფერი კარგად იქნება. ხო. აბა, ახლა ერთი სიტყვით ულანძღავს, რას ულანძღავს, შეგაიგაცო. შვიდობა არ ღირს ფასი. შვიდობა ფასიბის. ქვეყნებთან ურთიერთობა ნელ-ნელა მყარდება. გზები კეთდება, სოფლები გაკეთდა, ყველაფერი კეთდება და აი შევხედოთ პატარა კაცურად ამ ცხოვრება. არ გასალეოთ.
კარგად ბრძანდებოდეთ, მადლობა ზარისთვის. მე პასუხი არ მაქვს თქვენთვის. მხოლოდ ერთ შეგახსენებთ, რომ ვაცალოთ პაციაო ეს თქვით და 14 წელი გავიდა. 557-95-98 ეს ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერია. როგორ აფასებთ ხელისუფლების წევრების პროპაგანდას, რომ ჩვენ პირველ ადგილზე ვართ მსოფლიოში ცხოვრების დონის გაუმჯობესებით, რომ ევროპაში პირველ ადგილზე ვართ აგრეთვე ეკონომიკური ზრდით და მსოფლიო ქვეყნების მოწინავე ქვეყნებს შორის ვართ მსოფლიოში, რომლებშიც იზრდება მთლიანი შიდა პროდუქტი. ზარია, გამარჯობა. გამარჯობა. მოგესალმებით, დიახ. მართლაც პირველ ადგილზე ვართ ჩვენ, მედიკამენტების გზით, დამნების გზით, სურსათის, ყოველდღიური მოხმარების საგნები ყოველდღე ძირდება. სოციალური დახმარებების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს მოუხსნეს, უსინათლოებს მოუხსნეს, გული მოგიკვდება ისეთ ადამიანებს მოუხსნეს სოციალური დახმარება. პირველ ადგილზე ვართ კაზინოებს ხსნიან, ნარკომანია იზრდება, დახიან ვიკეთ, არაფერს ავიჭერენ. საიდან შემოდის ამხელა ნარკოტიკები, იღუპება ახალგაზრდობა. გადატული თამაშები, კაზინოები არის აშენებული, გაკეთებული, მაგრამ ონლაინ რეჟიმები რატო არის? ონლაინ კაზინოები, ახალგაზრდები იღუპებიან, თავს იკლავენ, ოჯახები ღარიბდება. რა დღეშია ხალხი საწყოს პატრონი არ აქვს, სად ყავს პატრონი? თვითონ არიან კარგად და იმის მიხედვით აფასებენ საქართველოს ღარიბები ხალხი ცხოვრებას. პატრონი აქვს ხალხს, ვიჭირს, უსასრულოდ ვიჭირს. აი ბატონმა დარეკა, ქალბატონო. ყველანაირად ქალბატონო, ერთი კითხვა მაქვს, აი წინა ზარის ავტორმა თქვა, რომ ომი არ აგვაქვს ქვეყანაშიო და ვაცალოთ კიდევ ცოტაო და კარგად ვიქნებითო, ნუ ღელავთო. მე მითხრა ახალგაზრდა კაცი ხარო. არ გინდა კაცო, ომი არ გინდა, გააკარგია, დიდი მადლობელი ვარ, მაგრამ ხო გინდა არსებობა, არ გინდა არსებობა ნორმალური. დიახ. კი ბატონო, მადლობა ზარისთვის. გავიგეთ ხო, მე ისე მისაყვედურა ახალგაზრდა კაცი ხარო და როგორ ლაპარაკობ იმაზე რომ უჭირს ქვეყანას, ანუ ახალგაზრდა კაცობა როდის შემდეგ არის რაიმე უსიამოვნო ინტონაციით სათქმელი ვინმესთვის. თუმეტეს არც ისეთი ახალგაზრდა ვარ ახლა რომ შეიძლება სხვასთან შედარებით და უფროს ადამიანთან შედარებით მაინც უმცროსი ვარ, მაგრამ ჩემ შემდეგ ძალიან დიდი თაობები გაიზარდა უკვე ლამის. თავისუფალ საქართველოში დავიბადე 99 წელს, ანუ არც ისეთი ბავშვი გამოვდივარ. არ დაილევიან ჩემზე უფროსები, ესეც მესმის. მაგრამ უნდა ვისაუბროთ პრობლემებზე. ეს არის მედიის და ჟურნალისტის ფუნქცია. აბა აყვავებულ საქართველოზე საუბარს სამთავრობო არხები ისედაც გთავაზობენ, ჩემო ბატონო და მოდით იქ იმას უყურეთ, რომ ყველაფერი კარგად არის და აქ კრიტიკულ არხსაც მოусმინეთ და აქედანაც გამოიტანეთ შინაარსი და რა უჭირს ხალხს ზარებს მოусმინეთ. გამარჯობა, ეთერში ხართ. გაგემარჯოს. დიახ. იმ ვაჟატოს მიდა უთხრა 800,000 კაცი რო შიმშიდოს პენსიონერი შვიდობას უძახის ამას უძახის შვიდობას მაგნაირებზია რომ აი თავრობა როდგას ამაი ძედილ ხალხზე ამაი ძედილ ხალხზე ასეთი ცოტა არ არიან მასეთე რო ვერაფერს ვერ გააგებიენ მაგი ახლა 50 წელიწადი რო იყოს ასე მაინც იტყვით მე ვიცხადოთ კიდო მე ვიცხადოთ მაგას ახლა როგორ შემოსავალი აქვს რაღაცა და რა დარეკავით თავისი მაგზნა ვთო გააბიცურე ხარ ეს ტერი ამ ხელაგადი ძედილია და რა უნდა ვთქვა დიდი მადლობა გავიგეთ თქვენი სათქმელი 557-98-55 პირდაპირ ეთერში ვართ თქვენ უსმენთ და უყურებთ ინტერაქტივს როგორც ხედავთ თემა იმდენად მნიშვნელოვანია რომ ჩართულობა დიდია გადაცემაში და კარგი იქნება თუ ასეთი ტიპის ეთერებს ხელისუფლების წარმომადგენლები მოусმენენ რომ გაიგონ რეალურად რა აწუხებს ხალხს რას ფიქრობს საზოგადოება და
რეალურ ცხოვრებაზეც უბრალო ხალხის დაფიქრდნენ, როდესაც ამბობენ, რომ დიდარია საქართველო და უკიდურესად წინ ვართ ყველაფრით ეკონომიკის ზრდით. და ეს ყველაფერი, ეს პროპაგანდაც, ეს ადამიანის უფლებების დარღვევა იქნება თუ რომელი ერთი ჩამოვთვალოთ, გამძლავრდა ბატონი ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრობის დროს. არც ერთი სხვა პრემიერ-მინისტრის დროს ასეთი ყალბი პროპაგანდა, ასეთი კანონები, სოციალური ვითარების ასეთი გაუარესება, ფასების ჰაერში გაფრენა არასდროს არ ყოფილა. ახლა არის პიკი. და ეს დამსახურებაა ბატონი კობახიძის და მისი გუნდის. ზარია ეთერში, გისმენთ. არის აი გამარჯობა. მოგესალმებით, გისმენთ. აი ეს კაცი რომელსაც არ ეკახა მასზე. ეს კაცი იქნება ნახდათ პარტია ტრადიციონალისტების წევრი. რადგანაც ზუსტად ასე ელაპარაკა თავმჯდომარემ იმ პარტიის ამასწრებად. ასე რომ მოიწმინოთ, ასეთები კიდევ ბევრი გვეყოლება, მაგრამ ჩვენ მათი დამარცხება შეგვიძლია იმით, რომ გავერთიანდეთ ეროვნულ ძალებს დაუდგეთ გვერდში და აი ზუსტად ამ საშუალებით ჩვენ ამ უკუმართი მთავრობას დავამარცხებთ და უკუმართი ხალხი კიდევ დარჩება რიყებზე. გავიგეთ. მადლობა ზარისთვის, ჩვენ რა თქმა უნდა ბრძოლის, მოქმედების მშვიდობიანი და პატიოსანი გზა უნდა ავირჩიოთ, იმიტომ რომ საბოლოოდ გამარჯვებული ყოველთვის პატიოსნება და სუფთა გულით და სუფთა ხელებით ბრძოლაა. და აი ამ პატიოსნებას აქვს ყოველთვის კიდევ ერთხელ ვიტყვი შედეგი. და ამისთვის უნდა მოვემზადოთ, არჩევნებისთვის უნდა მოვემზადოთ ყოველთვის. რაც უფრო მეტი ადამიანი მივა არჩევნებზე, მით უფრო ნაკლებია შანსი, რომ კვლავ 100 და 99% დაიწეროს ხელისუფლებამ. მაგრამ არ მიდის არჩევნებზეც კი ხალხი, აქციებზეც კი არ გამოდის ხალხი. ეს ძალიან მოდუნებული და მძიმე ვითარებაა ახლა საქართველოში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მალე გარდატყდება მდგომარეობა. ზარია, გამარჯობა. გამარჯობა, თილუან. მოგესალმებით, დიახ. აი ხალხი მამაკაცი რო გამოვიდა წერან. დიახ. ეკრობა ძალიან გამაძვარი არის და მაგათი ოჩნებით წარმომადგენელია თორე. ეგრე არის ლაპარაკობდა. აი მოიცადე ცოტა ხანი და ყველაფერი კარგად იქნება. რა იქნება კარგად? უკან მიდიოდ მიუღწევთ საერთოდ. მაგრამ შეგნება რა ხოდა მაკაცს ყობა რა. აი უნდა ლაპარაკო. კი ბატონო, მადლობთ. რაღაც ცოტა ხანი უნდა მოვიცადოთ, გავიდა უკვე 14 წელი, ხომ? რამდენი ხანი უნდა მოვიცადოთ კიდევ? გვესმის ბატონო, რომ ქართული ოცნება ამბობს, ჩვენ ვემზადებით 2028 წლის არჩევნებისთვისო, რომელსაც დამაჯერებლად მოვიგებთო, შემდეგ 2032 წლის არჩევნებში მოვიგებთ და ჩვენ ვიქნებით სულო. აი ამას ამბობენ. და ამ პირობებში მარადიულად თუ აპირებენ დარჩენას, კი ბატონო, არ ვიცი ხალხი თუ ამას დაუშვებს და შეეგუება, რა გაეწყობა, არ ვიცი, მეც რა ვთქვა, ცოტა არ იყოს მძიმე იყო თემა და გადაცემამაც ასეთივე მძიმედ ჩაიარა, მაგრამ თლიანობაში მე მინდა მადლობა უთხრა ყველა მაყურებელს, ყველა რადიო მსმენელს, ვინც დაგვირეკა ან არ დაგვირეკა და ვინც სოციალური მედიით გამოგვიგზავნა წერილები, მათაც მადლობა. ნახვამდის, ილია ჩაჩიბაია ვუძღვებოდი დღევანდელ ინტერაქტივს.